თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად, ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. დაგვიგროვდა ბევრი სასაუბრო, განსაკუთრებით სწორედ ამ გლობალური პოლიტიკის ჭრილში, რომლის განუყოფელი ნაწილი გახდა საქართველოს და ქართული პოლიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ხელაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმებით ირაკლი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ღია წერილის შესახებ, რომლითაც ის მიიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტს პირველ რიგში და შემდეგ კიდევ სხვა მაღალჩინოსნებს ევროკავშირის მაღალი აშენებლებიდან და საუბრობს ესე ვთქვათ დანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც მომიტინგეების დარბევა მოხდა, მშვიდობიანი მომიტინგეების ორმაგი სტანდარტის ან საერთოდ როგორი სტანდარტის არსებობის შესახებ, როდესაც დანიასაც და ევროკავშირის ლიდერებსაც არაერთი განცხადება გაუკეთებიათ საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. პაუზაც კი არ ყოფილა, როდესაც მაგალითად რაიმე მოვლენების შეფასება შესწავლა ყოფილიყო, პირდაპირ კეთდებოდა შეფასების გაკეთება, მაგალითად, როდესაც 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამის დაგმობის საწინააღმდეგო განცხადება არ მოგვისმენია. მოკლედ, პრემიერმეს დეტალურად განმარტა. ჩემი კითხვა ასეთი, რაზეა გათვლილი ეს ღია წერილი? განმარტავ რამს გულისხმობ, იმიტომ რომ ზოგადად მოლოდინი პასუხის არ ვიცი, შეიძლება აქვს ვინმეს, მაგრამ არ მგონია რომ ეს პასუხზე გათვლილი განცხადება იყოს. აი რაზე არის გათვლილი ეს განცხადება? მივესალმები ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში ეს განცხადება არის გათვლილი იმაზე, რომ სახელმწიფომ აუცილებლად მსგავს სამართლო ფაქტებთან დაკავშირებით თავისი რეაგირება უნდა ანახოს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. საზოგადოებამ კარგად იხილა თუ რა მოხდა დანიაში. დიახ. ადამიანები, რომლებიც უწყინარ სიტუაციაში აპროტესტებდნენ კონკრეტულ რაღაცა მიმართულებას, სამართალდამცავებმა ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდნენ, მერე ძაღლები მიუქციეს. და ეს იმ სახელმწიფოში ხდება, იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი. თქვენ აღნიშნეთ თქვენ შესავალში, რომ მსგავსი ფაქტების დროს, როდესაც სამართალდამცველები ერეოდნენ საკმაოდ ძალადობრივი ფაქტების დაქმედებების მერე, რაც ხორციელდებოდა დემონსტრანტების მხრიდან, აქ განსხვავებები მარტივად არის სანახავი, ხო, რა ხდებოდა, როგორ მიმდინარეობდა კონკრეტული პროტესტი, დემონსტრაცია დანიაში და როგორ მიმდინარეობდა საქართველოში, ხო? იქ რამოდენიმე საათის განმავლობაში დამიზნებით ესროდნენ ფოიერვერკებს, რომელიც ჰაერში რო ისვრი, მაშინ არის უსაფრთხო, თორე დამიზნებით როცა ისვრი ადამიანს სახეში და სხეულში, შეიძლება ის მომაკვდინებელიც იყოს. აი ამ ყველაფრის მერე, როდესაც სამართალდამცველები ერეოდნენ და პროპორციულ ძალას იყენებდნენ, დაუყოვნებლივ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოდიოდნენ დანიის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები და საქართველოს ჭუას არიგებდნენ, არადემოკრატიულ სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ, არადემოკრატიულ მთავრობად მოიხსენიებდნენ და შესაბამისად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა, რომ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე და მიზეზის გათვალისწინებით, რომ აი ეს ორმაგი სტანდარტის ეს მოცემულობა რაც არის დღეს ევრობიუროკრატიაში, თუნდაც ეს რო გააქარწყლონ. თუმცა მე არ მაქვს სიმართლე გითხრათ მოლოდინი, რომ ამას რამე კონკრეტული რეაგირება მოყვება, ისინი აგრძელებენ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, რაც დასაშვებია დანიისთვის ის დაუშვებელია საქართველოსთვის. ესე იყო ძალიან ბევრ შემთხვევაში, ჩვენ კარგად გვახსოვს, ხო? იქ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონ პროექტის მიღება როცა მიმდინარეობდა, ესე ორკესტრირებულად ააყვირეს ეს აქაური NGO-შნიკები, მომართეს რაღაცა აი ამ დემოკრატიული ნაბიჯის გასაპროტესტებლად და მერე ეს ყველაფერი ეს ნებათაღელვა რო ჩაცხრა, ნორმალიზებისკენ რო წავიდა პროცესები, ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების მომზადება და საქართველოსთანაც კი გამოაგზავნეს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც თხოვდნენ, რომ თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ ამ მიმართულებით. აი ხო წარმოგიდგენიათ, რაოდენ უსამართლოა ეს ყველაფერი, რაოდენ უსამართლოა დამოკიდებულება,
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ეს რაღაცა გარკვეული დღევანდელი მოცემულობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ზუსტად იმ უსამართლო მოპყრობისგან, დამოკიდებულებისგან წარმოიშვა, რაც ბოლო წლებში მომდინარეობს მათი მხრიდან ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის მისამართი. თუმცა პრემიერმა, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, დასაწყისში ხაზი გაუსვა იმას, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპის ოჯახის სრულფასოვან წევრობას, რომ ეს არ არის მხოლოდ მოცემულობა, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი საქართველოსი, თავისი განვლილი ისტორიით, თავისი მოცემულობით, მდებარეობით და მოკლედ ასე შემდეგ და რომ პირიქით, თავარი ამოცანა არის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს საქართველო. მაგრამ რამდენად ხელს შეუწყობს ასეთი სტილის რიტორიკა, ისედაც ბრიუსელთან გართულებული ურთიერთობის დალაგებას. რას გულისხმობ? ბოლო სამიტი, სადაც სომხეთში იყო, სხვა შორის ევროკომისიის პრეზიდენტიც იმყოფებოდა და ერთმანეთს პირისპირაც კი ისხდნენ, ირაკლი კობახიძე და Ursula von der Leyen, მაშინ არაერთ სახელმწიფოს ლიდერსთანაც ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თითქოს გამოჩნდა ერთგვარი კონტურები, რომ თითქოს შეიძლება რაღაც, ესე ვთქვათ, რაღაც გადატვირთვის ტიპი, შეიძლება ესე სწრაფი ტემპით არა და ესე ვთქვათ, რადიკალურად არა, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ აი ასეთი სახის წერილი რამდენად შეუწყობს ამ პროცესს. თუ პირიქით ხო არ კიდე უფრო ხო არ დააზიანებს. პრემიერმა კი გამოთქვა, რომ ევროკავშირი უნდა გათავისუფლდეს კომპლექსებისგანო, მაგრამ ცოტა აი ზუსტად ამ კომპლექსების გათვალისწინებით, იმ მძიმე ფონის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელში არ არის იარაღი, რომლითაც ის განმუხტავს ან გადატვირთავს სიტუაციას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი კონკრეტული გეგმა, გეზი, პრინციპული მყარი პოზიცია და ყველას აბსოლუტურად პარტნიორი იქნება, მეგობარი იქნება თუ არაკეთილის მოსურნე იქნება, ყველას ელაპარაკება ერთი მარტივი ჭეშმარიტებით, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იმ ტრადიციული ღირებულებების დაცვით, მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვით, ჩვენი ამოცანები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასთან, აი ამის გათვალისწინებით ვესაუბრებით ყველას. როდესაც ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ევროკავშირი იქნება, ამერიკა იქნება თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. დაგველაპარაკება, რომ აი ამ ჩვენი ეროვნული ინტერესების გვერდზე გაწევით უნდა მოვახდინოთ სიტუაციების ნორმალიზება, ურთიერთობების გაუმჯობესება, რაღაცა მათი შეხედულებით და ხედვით მწყობრში გადაყვანა, ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია. ბურთი არის მათ მოედანზე. მათ რეალურად შესწევთ იმის შესაძლებლობა, რომ გადატვირთონ ურთიერთობები, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რეჟიმს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია ყველასთვის, რომ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, თუ ეს არ ეხება რაღაცა კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმას, მზად ვართ, რომ ნებისმიერ თემაზე ღიად გახსნილად, მათ შორის საზოგადოებისთვის რაღაცა ისეთ უფრო მეტი სიცხადის ფორმატში ამ ყველაფერზე ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბროთ. შესაბამისად, ეხლა მე ცოტა რთულად მეჩვენება, რომ ან ამ წერილს მოყვება კონკრეტული რეაგირება, ან უახლოეს მომავალში გადაიტვირთება, ჩემი აზრით არც გაფუჭდება და არც რაღაცა ხელს შესახებ, იმიტომ რომ გაფუჭებული უკვე არის, მეტი ფიზიკურად ვეღარ დაზიანდება, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვიზიანებია, ეს დააზიანა იმ არასამართლიანმა მოპყრობამ, იმ არასამართლიანმა დამოკიდებულებამ, იმ ორმაგმა სტანდარტმა, რაც ყბადაღებულია აი დღევანდელ მოცემულობაში. ისევ ამ კომპლექსების საკითხად დაუბრუნდეთ, აი პრემიერის ამ ნათქვამიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ შეიძლება ბრიუსელს უნდოდეს სიტუაციის გადატვირთვა, დალაგება, მაგრამ რაღაც კომპლექსი და ის პირველად ნათქვამის სიტყვა ხელს უშლის. აი ესეც შეიძლება ამოიკითხოს და მით უმეტეს თუ ასეთი მოცემულობა არის, თუ არსებობს მცდელობები, რომ მაგალითად ოფიციალურ შეხვედრებზე არა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრების მიღმა იყოს რაღაც ნიადაგის მოსინჯვა მოლაპარაკების ასეთი გამომწვევი, შეიძლება ითქვას ასეთი გამომწვევი წერილი, რამდენად ხელს შეუწყოს ამ კომპლექსის მოხსნას, როგორც პრემიერმა თქვა. პრინციპში აქ შეურაცხმყოფელი არაფერი არ ყოფილა. დიახ. ხაზგასმა მოხდა, რომ
აქ შედარებას გაკეთდა თუ საქართველოსთან მიმართებაში თქვენ იყავით კრიტიკულები, თუ კონკრეტულ ფაქტებზე გქონდათ კონკრეტული რეაგირებები და აკეთებდით ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს, კეთილი ინებეთ და ამასაც გაეცით პასუხი. თუ რომელია არადემოკრატიული, სად დაირღვა ადამიანის უფლებები, იქ სადაც თქვათ არა უწყინარ სიტუაციაში მიმდინარეობდა დემონსტრაცია და ესე ხელაღებით, ესე სასტიკად, ესე რაღაცა, არ ვიცი, რა შეიძლება უწოდოთ, ადამიანებს ძაღლები მიუხსიეს და აი ამ ზუსტად ამ განსხვავებების საპოვნელად და ამ განსხვავებებზე ყურადღების გასამახვილებლად გაკეთდა ეს განცხადება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არანაკლებ ის ამ მსგავსი შინაარსის წერილი იყო, როდესაც ევროპის დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მიწერა ევროკავშირის ელს, ხო? ეხლა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩვენთვის, სამწუხარო ჩვენ რო გვიწევს ევროპული ბიუროკრატიის მაღალჩინოსნებისთვის იმ ღირებულებების შეხსენება, იმ ფუნდამენტური საფუძვლების შეხსენება, რაზეც შეიქმნა ზოგადად ევროპული აი სახელმწიფოების გაერთიანება, ხო? სამწუხაროა, აი ეს კომპლექსები ერთგვარად დაკავშირებულია ალბათ იმ ოლიგარქიულ ოჯახებთან, deep state-თან, რომელთა გავლენის ქვეშაც არიან მოქცეული აქ ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთი კონკრეტული პირის მიდგომებზე და დამოკიდებულებებზე ხო არ არის დამოკიდებული ზოგადად რა პოლიტიკა იქნება საქართველოს და ევროკავშირს, ხო? რა დავალებებიც, რა გავლენის ქვეშაც არიან მოქცეულები, რა პოლიტიკაც აქვთ არჩეული. იმ პოლიტიკას მიყვებიან და თუ ალბათ რაღაცა აი ამ მიმართულებებით არ შეიცვალა, მე ჩემი აზრით პრემიერის დღევანდელი ეს ღია წერილი საკმაოდ კარგია ისევ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ გაგვაჩნია პოზიცია, ჩვენ არ უფრთხით ენის მოჩლებით, აღარ ველაპარაკებით არავის და ეს შეიძლება ვიღაცა მუხარად აღიქვას, შეიძლება ვიღაცა ხისტონად ჩათვალოს, მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, როდესაც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა და როდესაც ხედავს ასეთ უსამართლობას, აუცილებლად ვინც არ უნდა იყოს, რეაგირება ან პასუხის გაცემა უნდა მოთხოვოს. არის კიდევ ერთი ვერსია, თქვენ შეიძლება იმან ისე ჩათვალოს, ასე ჩათვალოს, ოპოზიციასაც აქვს თავისი შეფასება დღევანდელ წერილთან დაკავშირებით და ის ფიქრობს ასეც. აი მაგალითად ნიკა გვარამია ამბობს, რომ ისედაც აწერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არისო, ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის არისო, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ მარცხს შეაგუოს, რადგან აი მაგალითად მოლაპარაკებები, რომელზედაც ხშირად აქცენტს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ევროკავშირის თან მოლაპარაკებების გადატვირთვა და ის რასაც თქვენ ხა ესაუბრეთ, რომ ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და ეს გააკეთოს. ანუ ევროკავშირს არ გადატვირთავს ამას, გამორიცხულია რომ ხელისუფლებასთან ევროკავშირის ლიდერშიპი დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მისი შეფასება ასეთი და შესაბამისად ამ მარცხის შეგუებას აკეთებს ამ წერილით ირაკლი კოპახიძე. ზოგადად ნიკა გვარამია და მისი აი ამ პოლიტიკური ფლანგის მეგობრები, მიჩვეულები არიან. მათთვის წარმოუდგენელია ამენით და ამ რიტორიკით საუბარი თუნდაც ევროკავშირის ბიუროკრატიის წარმომადგენლებთან. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი მონური მორჩილებით გამოირჩეოდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ევროპასთან ნებისმიერ დავალებას ისინი უსიტყვოდ უსრულებდნენ და შესაბამისად ეხა გვარამიასთვის ცოტა წარმოუდგენელია მსგავსი შინაარსის მიწერა კი არა გაბედოაც კი ალბათ გაფიქრებაც კი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით მიმართა ევროპარლამენტის მაღალჩინოს. სხვათა შორის როცა არ აწყობდა მან ამერიკის საკმაოდ ესეთი მონოლოგები მიუძღვნა თუ გახსოვთ თამამი და შეურაცხყოფელი. არა მარტო მონოლოგები, საკმაოდ ისეთი შეურაცხყოფელი ტექსტებით მოიხსენია. დიახ. ზოგადად მათ ხო რაღაცა ეს ორმაგი სტანდარტი გადმოტანილი აქვთ. ვის აქვს ერთმანეთისგან გადმოტანილი, ეგეც საკითხავია. ზოგადად როგორც აწყობთ, ისე მოქმედებენ და იქცევიან იმ კონკრეტულ შემთხვევებში. ჩემი აზრით, ნიკა გვარამიას გაუჭირდება ბევრი ნაბიჯის აღქმა, რაც საქართველოს ხელისუფლებას გადადგმული, თუნდაც ევროკავშირთან მიმართებაში და ეს კარგის ნიშანიც არის, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად განსხვავებული პოზიციები გვაქვს.
ისინი ანტიეროვნულები არიან და ჩვენ ყველაფერს ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით ვაკეთებთ. კარგით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს და გუშინ მედიაში აქტიურად განხილვის საგანი იყო, ეს არის ახალი სამმართველოს შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, რომელიც მოახდენს რეაგირებას სიძულვილის ინსტიტირაჟირებაზე, გაღვივებაზე და ესე ვთქვათ, მისი ერთგვარი პრევენცია. ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ ამის თაობაზე, მაგრამ დღეს ისევ კვლავ აქტუალური რჩება, იქიდან გამომდინარე, თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დასჯის მექანიზმი დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანაში და მოკლედ ყველა უარყოფითი შეფასება, რაც კი შეიძლება იყოს გააზრებული ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ისედაც არსებობდა საკანონმდებლო ბაზა სიძულვილის ენის ტირაჟირების აღკვეთაზე. მაგრამ ეხლა მოხდა გარკვეულწილად ამ მიმართულებით უფრო, ესე ვთქვათ, მეტი ყურადღების დათმობა და თალკე სამმართველოს შექმნაც კი. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ესე უფრო პოლარიზაციის შემცირებისკენ თუ პირიქით მამას შეიძლება პოლარიზაციის გაღვივა შეუწყოს. მეორე ნაბიჯი რეალურად გუშინ ვიცე-პრემიერმა მამუკამ დინარაძემაც აღნიშნა, რომ იმ სადებატო სივრცის გახსნის შემდგომ ეს არის მეორე ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გარკვეული საკანონმდებლო ბაზა ამასთან დაკავშირებით, რაც დაარეგულირებს და მოაწესრიგებს მსგავს საკითხებს არსებობდა, თუმცა ეხლა გადაწყდა, რომ კონკრეტული შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული ქვედანაყოფი შეიქმნას, რომელიც გარკვეულწილად დაადგენს სტანდარტებს სასამართლოსთან ერთად, რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენა. მაგრამ ზოგადად ნახეთ, როგორი მოცემულობა გვაქვს. ეს ყველაფერი ხო გარედან არის თავს მოხვეული რა. გარკვეულწილად ჩვენ განიარაღებას ვახდენთ იმ გავლენების, რომლებიც უკვე წლებია აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, ხო, რაც გარედან იყო წამოსული. ერთის მხრივ პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც სადებატო სივრცე შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანებმა განსხვავებული აზრის მოსმენა და ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში ამ ყველაფრის დაფიქსირება შეძლონ და აზრის გამოტანისთვის ეს ყველაფერი გამოადგეთ. გარედან სპეცსამსახურების ერთგვარი ხელწერა, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია ესეთი მეთოდები, რომ ადამიანები ასაუბრონ ერთმანეთთან სიძულვილის ენით. გარედან აწყობთ, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს ვესაუბრებოდნენ ზიზღით, ამ ტიპის და ამ მასშტაბის პოლარიზაცია გქონდეს. საერთო ჯამში ყველა უნდა შეთანხმდეს. პირველ რიგში საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ერთმანეთის პატივისცემაში, ერთმანეთის ამ აზრის გათვალისწინებაში ძალიან ბევრი გამოსავლის პოვნა არის შესაძლებელი. აი ამ სამმართველოს გამოწვევა არ მიგაჩნიათ მაგალითად, აი ესე ვთქვათ, მიუკერძოებლად და ობიექტურად შეფასება სიტუაციის. რატო დღესაც კითხე სხვათა შორის პრემიერს და აი ცოტა ხნის წინ კახი თუ მოხდება პასუხისმგებლობის კი, იმიტომ რომ თავად ახლა კახი კალაძეც საუბრობდა დღეს, რომ მეც ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ გამომიყენებია, მაგრამ მე თავს ვიცავდი. გასაგებია, მაგრამ ამისგან დაცული არავინ არ არის. აი, ანუ ამ შემთხვევაში თუ იქნება ეს გამოწვევა. ეს საიდან დაიწყო? ყველაზე მთავარი ამ ამბავში არის ზუსტად ის საწყისები, საიდანაც განვითარდა მსგავსი სიძულვილის ენა ჩვენს ქვეყანაში. ტელევიზიებიდან პირდაპირ გინებაზე, ლანძღვაზე, მცილის წამებაზე გადავიდნენ და შესაბამისად ამ ყველაფერმა დღევანდელ აი ამ ძიმე სიტუაციამდე მიგვიყვანა. ალბათ ადამიანებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ ამ ყველაფერში. ერთმანეთსაც უნდა მოუწოდოთ და უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არსებობს განსხვავებული აზრები, არსებობს განსხვავებული პოზიციები, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ სამშობლო ერთი გვაქვს სულ ყველას და შესაბამისად ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს. არა აქვს ახლა მნიშვნელობა ქართული ოცნების მომხრე იქნება, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები იქნებიან თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი იქნება. გარკვეულწილად გასაღები აი ამ სიტუაციიდან გამოსვლის საზოგადოების ხელშიც არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც სასამართლოს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმაგი სტანდარტი არ იქნებათ. ხო, აი ეს ორმაგი სტანდარტის დაშვება და მეთანხმებით ალბათ რომ დობას შეურყევს ამას, რაც თქვენ საზიანო იქნება, აი ამ გადაწყვეტილების საზიანო იქნება და ხელისუფლების საზიანო იქნება.
ალბათ გარკვეული სტანდარტი შეიქმნება, რომ იქ არ გადაწყვიტოს დღეს ცოტა ბუნდოვანია რა იგულისხმება სიძულვილის ენად, ხო? და ამიტომ გადაწყდა, რომ შესაბამისი ქვედანაყოფი სტრუქტურული ერთეული შეიქმნას, რომელიც მოაწესრიგებს ამ ყველაფერს, რომ არ იყოს დამოკიდებული ირაკლი ხელაძის შეხედულებაზე, თუ რა არის სიძულვილი. გარკვეული სასამართლო პრეცედენტები შეიქმნება ამასთან დაკავშირებით. სამართლიანი სასამართლოს უფლება ნებისმიერი მოქალაქისთვის დაცულია და შესაბამისად, ბოლო პერიოდში ჩვენ განვითარებულ მოვლენებს თუ შევხედავთ, ობიექტურად გამოტანილი განაჩენების ხარისხის გათვალისწინებით, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მგონია, რომ გაჩნდეს. რადგან მაინც ოპოზიციას ვეხებით ასე თუ ისე 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით, აი რა დასკვნა გამოიტანეთ ბოლო-ბოლო, რა იგეგმება 26 მაისს? ოპოზიციისგან ესე გარკვევი ჩამოყალიბებული გეგმის შესახებ ვერ მოვისმენთ და იქნებ ხელისუფლება მაინც ჩამოაყალიბა აზრი, რა შეიძლება აპირებდეს 26 მაისს. ჩვენ დიდი ხანია მათთან მიმართებაში ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს, უშუალოდ პიროვნებებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულწილად საკუთარი მხარდამჭერების და ამომრჩევლების დემოტივიზაციას და დემორალიზაციას იწვევენ ამგვარი ქმედებებით, ხო? მე რამდენი მცდელობაა, აი ესე დიდი ზარზეიმებით და ანონსებენ რაღაც მასშტაბურ აქციებს, მნიშვნელოვან ცვლილებებს და შემდეგ ისე ჩაივლის ხოლმე ჩუმად ყველაფერი, რომ ფაქტიურად ყველა გაურკვევლობის აი რაღაცა განცდით რჩება. ამ 26 მაისთან დაკავშირებით რაც გავიგეთ, ერთი აპირებენ რაღაც სიურპრიზების შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ეხლა თენგომ უნდა გითხრას მე მგონი, თენგო ჩამოთვლისო, ხო? ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მე მგონი ვაშაძემ თქვა, რომ რაც ვერ გითხრეს მაშინ 2024 წლის არც საპარლამენტო არჩევნების დროს თენგომ რაც ვერ თქვა, ალბათ ეხლა აპირებს იმის თქმას და მორიგი წარუმატებელი მცდელობა, აი მორალისგან, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ყველანაირი ავტორიტეტისგან დაცლილი ადამიანები, აი ეს ერთ წრეზე ტრიალებენ და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დისკომფორტი შეუქმნან საზოგადოებას. მათთვის ყველაზე წამგებიან დღეს აირჩიეს, რატო აირჩიეს 26 მაისი. იქნა პირიქით ამ 26 მაისის ხარჯზე უნდა გარკვეულად მათივე მხარდამჭერმა, არ ვიცი, შეიძლება მიჩვეულია მათი მხრიდან მსგავსი ინიციატივების მოსმენას, იმიტომ აირჩიესო, რომ ისედაც ხალხი იკრიბებაო და რო ვერ გაიგოსო. გაიგონო ვისთან არის ეს ხალხი. გუშინ ვიცე-პრემიერმა ამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აი თუ ასეთი კითხვა იყო ასეთი, ელიან თუ არა, ელის თუ არა ხელისუფლება, იგივე სცენარით მოვლენების წარმართვას, როგორც ეს იყო 4 ოქტომბერს. და ვიცე-პრემიერმა გამორიცხა ესეთი რამე. რატომ რესურსი აღარ აქვს ოპოზიციას დასკვნა და გაკვეთილი მიიღო 4 ოქტომბრიდან თუ რასთან გვაქვს საქმე? გარკვეულწილად მაშინდელმა რეაგირებებმა გარკვეული პრევენციული ხასიათისაც იყო, გარდა იმისა, რომ აღკვეთა სერიოზული მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრევენციული ხასიათის პრევენციული როლიც მითამაშა და შესაბამისად ამ ადამიანებს საბოლოო ჯამში გაუქრათ იმის განცდა, რომ რაღაცას გადატრიალების კუთხით ამ ქვეყანაში შეცვლიან. ჩვენ ვართ სამართლებრივი თავად ისე ნიკა გვარამიამაც აღიარა რესურსი და დაკვეთაში და არ არსებობს რევოლუციის. ყველაზე მძიმე რა მათთვის რაც რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს, ნული მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ანუ, როდესაც აი ესეთ უნდობლობას გამოიწვევ მოსახლეობაში, წლების განმავლობაში შენივე გაკეთებული განცხადებებიდან, შენივე ანტიეროვნული ქმედებებიდან, ეკლესიაზე თავდასხმებიდან, რა ვიცი, 1000 შეურაცხყოფისგან, რასაც ისმენდა წლების განმავლობაში. საქართველოს საზოგადოება ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ სერიოზულად შეხედოს და რაღაცა მომავალთან დაკავშირებით პერსპექტივის მოლოდინი გააჩნდეს. შესაბამისად 26 მაისიც ისე ჩაივლის ჩვენს ქვეყანაში, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის, ჩვენ აღნიშნავთ ამ დღეს დამოუკიდებლობის დღეს და ისინი განიცდიან მორიგ წარუმატებლობას. ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, გუშინ აზერბაიჯანში პრემიერისა და პრეზიდენტ ალიევის შეხვედრის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებების რეზონანსზე, შედეგზე, პერსპექტივაზე
პრემიერმა განსაკუთრებულად შეაფასა რომ დღეს და გუშინ საერთოდაც ითქვა რომ ერთ-ერთი ისტორიული დღე იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაში დადებული ხელშეკრულებების თვალსაზრისით დაწყებული რკინიგზიან და გაგრძელებული სუფსის ტერმინალის ამოქმედებით და ყარსი ახალქალაქის სრული მუშაობით და ასევე რეისების განახლებით სარკინიგზო. მოდი თქვენ შეგვიფასეთ რეგიონის თვალსაზრისით, რეგიონალურ თვალსაზრისით რას ნიშნავს გუშინდელი დღე? ჩვენმა საზოგადოებამ იცის რომ ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. მათი პრეზიდენტი რამოდენიმე თვის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანი და აქ უნდა ითქვას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი თუნდაც აი გუშინ გაფორმებულ ხელშეკრულებებში იყო ძალიან უზარმაზარი. ამ ადამიანს აქვს იმის გავლენა და რეპუტაცია, რომ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული გარანტი იყოს თავად ბიძინა ივანიშვილი. აქ საუბარია გაცოცხლებულ ხელშეკრულებებზე. მოქმედი მიმდინარე ხელშეკრულებები იყო, რომლიდანაც სარგებელი უნდა მიგვეყოდა სამწუხაროდ რაღაცა გარკვეული პერიოდი გაყინული იყო ხო და აქ საუბარია მარაგებზე. და აქ საუბარია შეღავათიან ფასებზე. საუკეთესო პირობებით გაფორმდა ხელშეკრულებები საქართველოსთან და ეს მეტყველებს იმ დამოკიდებულებაზე და იმ სერიოზულ მიდგომაზე და მუშაობაზე და ზუსტად იმ ეროვნულ ინტერესზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დღეს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც აი ამ კონკრეტული ხელშეკრულებებიდან წესრიგდება, იგივე ეროვნული უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება, ეკონომიკური მდგრადობა და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია რომ გუშინდელი დღე შევაფასოთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დღედ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა ირაკლის ხელაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. დროებით.